მოგესალმებით შემოძვირ ფასებო დილამ შვიდობისა. უი ეფექტი მქონდა გუშინ ჩართული და მგონი ახლაც ესაა, იმიტომ არის ესეთი ლამაზი. ესე იგი მეორე არხზე როცა მეზარება ხოლმე რომ წავისვა ტონალური, ვსთავ ხოლმე ეფექტს. ესე და. ხო, მოგლეთ ეხლა უნდა მშია საშინლად. ანუ კი არ მშია, ყავა მინდა. აი ეს. აი ეს დაჭმუჭნულ ნამოსახლი. შეურაცხყოფა მიყენებული ისა ყავა. და ევას უნდა გავუკეთო ზე. მადლობა. ხო, ზე უნდა გავუკეთო, ჩემთვის ეს უნდა გავიკეთო, აღარ გუშინდელივით არ ვიზავ, ჯერებას გავუკეთებ რძეს, ეს გუშინ დატოვილია. ჯერებას გავუკეთებ რძეს და მე გავიკეთებ ჩემთვის, თორე მე ცივდება ხოლმე. და ამიტომ მივმართავ ხერხის ჯობია ღონესა, თუ ხალი მოიგონეთ სასაბა. თქვენი დილა როგორია? აი ნახეთ აქ ჩანს ჩემი თვალების ნამდვილი ფერი. ხო, და ისე კიდე ნახეთ ბნელში. ბნელში ჩანს თუ დააკვირდები პრინციპში. აი, ასე, როგორც იქნა მოვიდა გადაფხული, როგორც იქნა გარეთ მზეა და ესეთ მომდა ძალიან მოქმედებს განწყობაზე. ნუ ჩემსაზე ყოველ შემთხვევაში. დაწერეთ თქვენ როგორ ხარ, რა კარგია მზე და ფილტრიც საკმაოდ კაია. ესე უფრო მომწონში მითხრა. ესე იგი, ვაციებევას რძეს, ახლა მოდი დავასხათ წყალი. ორია. არ ვიცი თქვენ გჯერათ თუ არა წყლის ენერგეტიკის, მე მჯერა. ამიტომ ჩაუთქოლ ხოლმე დალევის წინ ყოველთვის. ჯანმრთელობის, სიყვარულის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. ესე იგი გამეყინა ყელი, კუჭი და თავი, აი, ესე იგი მიყვარს ხოლმე ძალიან ადამიანების. გუშინ ჩავსა ინას უდაკო, რამდენი ხანი აღარ მინახი, აღარ ვადევნებ თვალს რატომღაც. არ ვიცი რატომ. ხო და კითხვებზე პასუხს სცემდა. ესე იგი 196,000 გამომწერი ყავს უკვე. და უმეტესობა ისეთ ბინძურებს უწევს, უმეტესობას ისე ეზიზღება. აი ძალიან მიგვირს ხო რა არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანს უყურებ, თუ ასე გეზიზღება, მე არ მესმის, მაგრამ მეორე მხრივ ეს რო გავიკურვე, მითხრეს, რომ ნინი რა გიგვირს, რომში იცი ადრე როგორ ერთობოდა ხალხი, მეთქი არა, როგორ და დალევინებდნენო ღვინოს და ესე იგი გაუჭრიდნენ მუცელს და უყურებდნენ სისხლისგან უფრო მალე დაიცლებოდა თუ ღვინისგან, რომელიც ბევრი ჩაასხეს მუცელში. და რეალურად ბევრი არაფერი შეცვლილა. ადამიანთა უმეტესობას უყვარს სანახაობა, გართობა და რო უყურებენ ერთობიან, მაგრამ აი ეს სიყვარული და ეგ არ აქვთ. მაგრამ მინდა რომ ჩემთან ვინც იქნება, შეიძლება ხა არ უყვარდა და სიყვარულს არ მეფიცებოდეს, მაგრამ ანუ ჩემიანი ადამიანი მაინც იყოს. და ვფიქრობ, რომ ანუ ინა არ ბლოკავდა ადამიანებს, ამბობდა, რომ არ ბლოკავდა არავის და ეს არის მისი შეცდომა ჩემი აზრით, ეხლა დაიწყო დაბლოკვა. ანუ არ ბლოკავდა იქიდან გამომდინარე, როცა ბლოკავ, როცა შლი კომენტარს, ანუ რეკომენდაციებში აღარ გაგდებს, ანუ გიწევს ქვემოთ რეიტინგს და ასე შემდეგ და რაც უფრო მეტი კომენტარია უშეცაწინააღმდეგო, როცა კომენტარებში ხალხი ჩხუბობს და რაღაცა, ანუ არხი ზემოთ მიიწევს, ეგეთია YouTube-ის ალგორითმის სინამდვილეში. მაგრამ და არ ბლოკავდა სანამ ესე იგი არ ავიდა სადღაც 180,000-მდე
არავის არ ბლოკავდა და მასზე რო გქონდა პაროდიები, მაიმუნობები გაკეთებული, вообще არაფერს არ ამბობდა და კონდეთ ამბობდა და მე ახალი წლის პერიოდში ჩამოუარა და სულ ყველაზე გააგზავნა ესე ვთქვათ YouTube-ზე და საავტორო უფლებების დარღვევაზე და ესე იგი უამრავ ბლოგერს მოვიდა სტრაიკი რომელიც მას იმაშვებოდა და სინოდა და ცუდად ექცეოდა. ნუ სტრაიკი ძალიან ცუდი რამეა ბლოგერისთვის, რამდენიმე მგონი 3. და всё, როგორც მე ვიცი, არხს იმაშვებიან, ხურავენ თუ შლიან. ხო, და ეხვეწებოდნენ, რომ გეხვეწებიო, იმას ქენიო, უკან წაიღეო შენი ასე ვთქვათ, ჩივილი და რაღაცა, მაგრამ არ ქნა. ანუ სანამ პოპულარული გახდა, ყველანაირ გზას იყენებდა. არა, მე არ გამჭირს არც ადამიანს. კი ბატონო, მესმის მისი და ნუ მარკეტინგულად სწორია და შავი პიარიც პიარია. მაგრამ ანუ მე სხვა სტილის ადამიანი ვარ, ანუ მე არ მინდა ეს ჩემს გარშემო მყავდეს ის ხალხი, ვინც მლანძღავს მარტო იმიტომ, რომ უფრო მეტი ნახვევი მქონდეს. და ანუ ვუყურე, ანუ ჩვეულებრივი ნორმალური ქალია, ნორმალურად მსჯელობს, მაგრამ როჩაყვალ კომენტარებში ისეთი რაღაცები ხდება, რომ ჩვენ TikTok-საც კი უჯოგრავს ქართულს. ხო, რა ვიცი, არა და YouTube-ზე ეგეთი არაა ხოლმე როგორც წესი. ამ ხელა ჰეიტი. მოგეთ ევასთვის მივაქრძე და წყალი ავადუხე ჩემთვის მე მოვალ და გავიკეთებ იმას. ყავას და ვიპოვა ძალიან კაი ფილმი ერთი. აი მუშჯიზე თვითონ ამომიგდო. აქ მოხუცების ადგილი არ არის, ეგრე ქვია. ეს არის ისეთი სტილის ფილმია. რა ქვია? რა ქვია? ისინი რო იყვნენ კოვბოები, ვესტერნის სტილის, ხო? ჩქარა. ზე დავდიეთ. ნახევარზე მეტი დავტოვეთ, აი. 200 გაუკეთე და 100 დატოვა. ნახევარზე მეტი კი არა. ხო, ცოტა მეტი. ჩაკ. ხადედა. რძეზე თანდათან ნელ-ნელა და მიზან მიმართულად უარს ვამბობთ. აი, ყავის ჭიქა არ შეიძლება სათამაშო აიღე. რატო გინდა მაინც და მაინც ის, რაც არ შეიძლება. პასუხი მარტივია, იმიტომ რომ არ შეიძლება. დააწერეთ ფილტრით უფრო მოგწონთ თუ ფილტრის გარეშე. ნუ ძირითადად ფილტრის გარეშე გადავიღებ. ახლა რადგან ჩართულია და იყოს დღეს და რადგან პირველი ეგეთი იყო და იყოს დღეს ეგეთი ფილტრით. მგონი გარეშე უფრო ბუნებრივია. თელი თავისი ნაკლოვანებებით და ასე. პროსტა როცა მუკბანგს და ეგეთს იღებ, სასიამოვნოა, რომ მაკიაჟის ნაცვლად. Ui, დედა. მარ შეუკარი, კონდეს მეთქი ესე. Eva. აი, ასე დელანა. ესე დავდივართ. Eva. Привет. ასეთი მიღწევები გვაქვს სიარულში, ხედავთ? ფეხზე დადგომა ისწავლა, აი ახლა დგას ფეხზე მშვენივრად. ისწავლა წამოსვლა, გვერდის აქცევა, უკანსვლა. და საკმაოდ კარგად
ჩერდება ხოლმე ჭოჭინაში. როგორი გართული? უი. თუ ვერ დაგინახა ძალიან მაგრა ერთობა. აი ეს ჭოჭინას ეს რო აქვს წინ ძალიან პრაქტიკულია. ნახეთ როგორ თამაშობს. არის ჭოჭინა, რომელსაც არ აქვს ეგ. ასევე ძალიან დიდია ეს ჭოჭინა და კარგია. ანუ არსად აი მაგალითად მაგიდის ქვეშ რომ უნდა შესვლა ვერ შედის. ანუ და ისეთ ვიწრო ადგილებში საერთოდ, სადაც შეიძლება რამე დაიზიანოს ბავშვმა. მაგრამ ძალიან კარგია. ასეთი დიდი ჭოჭინა. მართალია შედარებით ძვირია, მაგრამ ღირს. ეს დასაკრავიც კარგია. ამეებზეც სულ თამაშობს, ამეებსაც ატრიალებს ხოლმე. მაგრამ კარგად ერთობა. დაგდე? ეს ყავა მინდა რატომღაც. ჩემი ორგანიზმი მეუბნება ხოლმე რა მინდა. თუ რა თქმა უნდა უსმენდა ყველაფერს არ ვაყრი. აი გადავხდე და ეს არის ფილტრის გარეშე. აი შეედარეთ. ხო, მოგეთ მიმაქვს ყავა. და მივდივარ, უნდა ვუყურო იმ ფილმს. ვაი, კინაღამ ძირს დავჯექი. ტელეფონს ვტენი, განახებთ ახლა. ვტენი, იმიტომ რომ სულ დასატენია ამ ბოლო დროს რატომღაც. აჰა. მოიცადე და. აი აქ თვითონ ამომიგრო, ნახეთ რეკლამაში იყო ეს არის და ახლა გავაგრძელოთ. მაცადე ერთი წუთი. McDonald's-თან ერთად მეგობრების გახარება მარტივოსგან 2 კოპთ. კიდევ რა მეკნებავთ? აი, ევას ნასკი. ეს რამე პრობლემაა? რასთან დაკავშირებით? ყველაფერთან. ამას მეკითხები? არის თუ არა რამე პრობლემა? კიდევ რა მეკნებავთ? ეხლა მეკითხე. კარგი, გავა მაღაზია დავხურო. ეხზე. ეხლა რაღაც ცუდი მოხდება. რომელ საათზე ეკეტებით? ახლა ზუსტად ახლა. ახლა დრო არ არის რომელ საათზე. ძირითადად მაშინ მოცემნელდება მზის შესვლისას. ალბათ ვერ ხვდები და სლაბარაკობ არა? უკაცრავად. ალბათ ვერ ხვდები და სლაბარაკობ მეთქი. დასაზინებლად რომელ საათზე ზვები? რა? რო ხარ თუ რა ხდება? დასაზინებლად რომელ საათზე ზვები მეთქი? სადღაც 10:09. მე მგონია რაღაც საშინელება მოხდება. კაი ჩამოგივლით. რატომ მოგილებთ მაღაზია ხომ დაგდილი იქნება? სწორად ასე თქვი. I know what you're for us to do. Im sagst jetzt warum მეზობლად რომა. დიახ. დენ ხორობა აქვს ხორობა. ორიაბა. ისე კარგად ურევდი. მე მოდი. არ მინდა. იდი, ნუ გააკეთე, ნუ. აა, ჩიტი. არ მინდა ჩიტი. ჩიტი გაფრინდა. გაფრინდეს მოური. აი ისე ნებიანად ურევდი, რომ არ შემეძლო ერთ ამეფიქსირებინა. აქ ჩემი ფილმი. ჩიტი. აქ ჩემი ჩიტი კი არა და ჩიპსი. ბავშვმა დაიძინა ხალხო, ჩუმად არ გავავიდეთ. გაჩვენებთ როგორ დაიძინა. მოდი ჩიტი. მამას ბაჟორი. ისე ის ხობოდი. ისე ხოდი. დედასავით უყვარს. კარიერა სულთან.
დედასავით უყვარს ძილი. აი ძვირფასებო. ესეთი იყო ჩვენი დილის ვლოგი, ვისაც მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, კოცნები გეხვევით და დღეს აუცილებლად კიდევ შემოგიერთებით. პაკა. ხა ფილმის ყურებას ვაგრძელებ.